გამოშვებას ერგნეთში ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზთან მთელი დღის განმავლობაში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობდა. იქ ჩვენი კოლეგები შეიკრიბნენ და TV3-ის გადამღები ჯგუფის პატიმრობიდან სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. მოთხოვნა ეხებოდა როგორც ოკუპანტებს, ისე საქართველოს ხელისუფლებას. ერგნეთის საგუშაგოსთან, სადაც დღეს TV3-ის გადამღები ჯგუფის გათავისუფლებას მთელი დღის განმავლობაში ოკუპანტების მიერ გადაცებულთა ახლო ნათესავები და მეგობრები ელოდნენ, არც ერთი ოფიციალური პირი არ გამოჩენილა. საგუშაგოსთან იმყოფებოდნენ TV3-ისა და სხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებიც. ხვალ თითოეული ჩვენგან ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს ბელა ზაქაიძის და მისი კოლეგების მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სოლიდარობის აქცია გავმართოთ. მე ვფიქრობ იმასაც, რომ მედიის წარმომადგენლების გარდა აქ სხვა ადამიანებიც რომ იყვნენ დღეს უფრო უკეთესი იქნებოდა. ჟურნალისტებმა, რომლებიც ბელა ზაქაიძის, ვახოლ ეკიაშვილისა და მიხეილ მიხოევის გათავისუფლებას მთელი დღის განმავლობაში საგუშაგოსთან ელოდნენ, გადაცებული ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გამართეს. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ ერგნეთში, რომელიც მდებარეობს ცხინვალიდან დაახლოებით 1 კილომეტრში, იმისათვის, რათა გავაპროტესტოთ ჩვენი კოლეგების დაკავება და მოვითხოვოთ მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ჩვენ დღეს აქედან გადავცემთ SOS სიგნალს და მე მოვუწოდებ ყველა ჩემს კოლეგას ჩამოვიდეს ერგნეთში და დადგეს ჩვენს გვერდით. შევქმნით ტრანსპარანტები, პლაკატები იმისთვის, რომ აქედან ერგნეთიდან გავაგზავნოთ SOS სიგნალი, როგორც ხელისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რომ ჩვენი კოლეგები გასაჭირში არიან და ჩვენ ქართველი ჟურნალისტების სოლიდარობას უცხადებთ მათ და მოვითხოვთ სასწრაფოდ გაათავისუფლონ ისინი. დღეს ოკუპირებული ტერიტორიის საზღვართან TV3-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი იმედად არსალიაც ჩავიდა. ერგნეთის საგუშაგოსთან იმყოფებოდა ტელეკომპანიის დირექტორი გრიგოლ ბაიბურთი. ყველა ოჯახთან ვართ ასევე კონტაქტზე და რაც თავარია ზუსტად ვიცით რომ ჩვენი ჟურნალისტების ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და კარგად გრძნობენ თავს. ქართული მხარის კონტროლებადი ტერიტორიიდან რუსი ოკუპანტების მიერ აყვანილი ჟურნალისტების გათავისუფლების მოლოდინი გადაცებიდან 25 საათში დასრულდა.